მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვალერი გველუკაშვილი და თქვენ უყურებთ არს ქართული ამერიკა. დიდი პაუზის მერე მინდა რომ შემოგიერთდეთ და თქვენს მიერ გამოგზავნილ დაგროვებულ კითხვებს გავცე პასუხი. დღეს ისევ და ისევ ემიგრაციაზე ვისაუბრებთ, ცვლილებებზე ვისაუბრებთ ემიგრირების მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს 20 იანვარია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე შეუდგა საქმეს, პირველ პროკლამაციასაც მოაწერა ხელი, გარკვეული ტიპის ცვლილებები, შეზღუდვები და დავიწყოთ მოკლედ რა. პირველ რიგში იმ რიგებში არის გარკვეული ტიპის პანიკები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს ახლა გადის საიმიგრაციო პროცესი, ზოგი არის მექსიკის საზღვრით შემოსული, ზოგიც სხვადასხვა ტიპის ვიზით და დაწყებული აქვს პროცესი საიმიგრაციო. ეს საიმიგრაციო პროცესი შეიძლება იყოს როგორც თავშესაფრის მოთხოვნის მიმართულებით, ასევე სხვა სტატუსის ცვლილების მიმართულებით, როგორც არის ქორწინება და ასე შემდეგ ოჯახის გაერთიანება და კიდევ ბევრი ესეთი ფართო მიმართულებას მოიცავს საიმიგრაციო. როგორც ჩვევიათ ხოლმე ნაკლებად ინფორმირებულ ადამიანებს სოციალური ქსელის Facebook გვერდზე, განსაკუთრებით ქართულ ამერიკულ გვერდებზე გარკვეული ტიპის პანიკები ინერგება და როგორც წინასაარჩევნო დაპირებებში დონალდ ტრამპი იმუქრებოდა მასიური დეპორტაციები და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა რომ ეს ადამიანები დავაწყმარო. მასიური დეპორტაცია ესე უბრალოდ ერთი ხელის მოსმით ფიზიკურად შეუძლებელი არის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდეს, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ოფიციალურად ეკუთვნით თავიანთი საიმიგრაციო გზის გავლა. როდესაც ადამიანი შემოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში და საიმიგრაციო დეპარტამენტი სასამართლო აძლევს ამ ადამიანს საშუალებას, რომ თავის სტატუსზე იმუშაოს, პროცესი დაიწყოს, გინას თავშესაფრის მიმართულებით და განსაკუთრებით ქორწინების, ოჯახის გაერთიანების და სხვა მიმართულებებით, ამ ადამიანებს დროებითი ხელშეუხებლობა აქვთ მანამ სანამ პროცესი არ დამთავრდება და გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ამა თუ იმ მიმართულებით. შესაბამისად, ესე უბრალოდ კონსტიტუციის დარღვევით გინას პრეზიდენტმა რომ მოინდომოს ფიზიკურად ესე ვერ გაყრის ადამიანებს. ის ადამიანები, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან და ეს პროცესი აქვს დაწყებული, ხოლო რაიმე ტიპის კრიმინალური აქტივობები აქვთ ჩადენილი, ან ეხლა გადიან ამ კრიმინალურ აქტივობებს და შემჩნეულები არიან ამ კრიმინალურ აქტივობაში, იტოვებს სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებას, რომ შეაჩეროს ამ ადამიანის საიმიგრაციო პროცესი და პირდაპირ დეპორტაცია გამოუტანოს. ამიტომ ის ადამიანები, ვინც არაკეთილსინდისიერად ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, კი თქვენ გემუქრებათ საფრთხე, აქამდეც გემუქრებოდათ საფრთხე, მაგრამ ახალი საპრეზიდენტო თეთრი სახლის ადმინისტრაცია იმუქრება, რომ კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ ადამიანის კონტროლს. ერთ-ერთი ახალი ცვლილება გავრცელდა დღეს ინფორმაცია ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს არის CBP-1-ის მიმართულებით იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ რაიმე ტიპის ვიზა, მაგრამ თავშესაფრის მოთხოვნა უნდათ მექსიკის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკის საზღვარზე ეძლეოდათ საშუალება, რომ მოეთხოვათ გასაუბრება მესაზღვრესთან, შემდეგ მესაზღვრო გადაწყვეტა თუ ადეკვატური ისტორია არის და ეკუთვნის ამ ადამიანს პროცესის გაგრძელება, შემდეგ უკვე სტანდარტულად უშვებდა ჰუმანიტარული პაროლით ქვეყანაში და ეს ადამიანები აგრძელებდნენ აქ უკვე თავშესაფრის ძიების პროცესს. დღეს კიდე დავაზუსტებ ამ ინფორმაციას, მაგრამ უკვე CNN-ის სიახლეები და სხვადასხვა წყაროებით გავრცელდა, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ყოველ შემთხვევაში დღეს მდგომარეობით CBP-1-ის გამოყენების საშუალება აკრძალეს. საკმაოდ ახალი ინფორმაცია ეხლა ხან შემოვიდა, სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი. თუ რაიმე არ ამგონია შეცდომით იყოს და უბრალოდ ჭორები გაევრცელებინოს სხვადასხვა ესეთი მასიური საინფორმაციო სააგენტოებს, ამიტომ ამაზე იმუქრებოდა, ლაპარაკობდა დონალდ ტრამპი, ახალი პრეზიდენტი, რომ არ მოსწონდა მასე საშუალება, რომ CBP-1-ით ადამიანები შემოსულიყვნენ ქვეყანაში.
იმის და მიუხედავად რომ ერთ-ერთი გზა არის თავშესაფრის მოთხოვნის, მაგრამ დღეს ესეთი მდგომარეობა არის. ამიტომ ის ადამიანები, ვინც უკვე მექსიკის საზღვარზე იმყოფებით და ელოდებით თქვენს რიგ გასაუბრებას ამ პროგრამის აპლიკაციის მეშვეობით, არ ვიცი თქვენი ბედი როგორ წარიმართება. შეიძლება ახალ აპლიკანტებს ეუბნებოდნენ უარს, მაგრამ აქამდე უკვე მოთხოვენ აპლიკანტებს გაესაუბრონ. მოკლედ არ ვიცი. ყოფილა აქამდე ის შემთხვევები, რომ დაუანონსებიათ სხვადასხვა ტიპის ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები მაინც და მაინც აქტიურ ძალაში არ შესულა. ვიმედოვნებთ, რომ დღესაც ესე იქნება და ის ადამიანები, ვისაც გაქვთ მოლოდინი, რომ ამ ქვეყანაში უნდა შემოხვიდეთ და იმსახურებთ თქვენ თავშესაფარს, გაქვთ შესაბამისი ისტორია, იმედი რომ არ შეგაფერხებენ. ვისაც აქვს ტურისტული ვიზა, ან სხვა ტიპის ვიზა, რომელთაც შეძლებენ რომ ამ ქვეყანაში შემოვიდნენ საჰაერო საშუალებით, ან კიდაც სახმელეთო ტურისტული ვიზით და შემდეგ უკვე აქვს საფუძველი რომ მოითხოვოს თავშესაფარი, თქვენთვის არაფერი არ შეცვლა, შეგიძლიათ ისევ და ისევ გააგრძელოთ ამ ქვეყანაში თქვენი საიმიგრაციო პროცესი. რაც შეეხება ზოგადად საიმიგრაციო ამინდს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმის და მიუხედავად რომ კიდევ ვიძახი ახალი ადმინისტრაცია, საპრეზიდენტო ადმინისტრაცია, რესპუბლიკელები საკმაოდ ხმამაღლა იმუქრებიან ხოლმე, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამიტომ კონსტიტუციით თქვენთვის განკუთვნილი უფლებები არავის არ ჩამოურთმევია, ხოლო ზოგადად ვისაც საიმიგრაციო მიმართულებით აინტერესებს ქვეყანაში მდგომარეობა, სამსახურები როგორც აქამდე იყო, ისე ისე არის, ადამიანები არ შეცვლიან, პრეზიდენტები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იცვლებიან, მთავრობაც იცვლება, მაგრამ ადამიანები რჩებიან. შესაბამისად, აქამდე როგორც იყო საშუალებები და პერსპექტივები ამ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყების, განვითარების და წარმატების მიღწევის, არავის ეს არ გაუუქმებია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რა გაქვთ გულით, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი რომ ამ ქვეყანაში გინდა თქვენი ცხოვრება გააგრძელოთ და დაუკავშიროთ თქვენი მომავალი ამ ქვეყანას, როგორც აქამდე ხელს არავინ არ გიშლიდა, თუ ამის საშუალება არის, რომ აქ ლეგალურად გადმოხვიდეთ განსაკუთრებით, მით უმეტეს არც მომავალში არ შეგისლით ხელს. ცვლილებები ყოველთვის ხდება, მაგრამ ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილი არის. ეს იმას ანიშნავს, რომ გუშინ ძალიან მაგარი იყო და დღეს ძალიან ცუდი იქნება. არა. აქედან გამომდინარე, ცხვირი არ ჩამოუშვათ, არ მოусმინოთ ჭორებს, არ აყვეთ პოლიტიკურ რაიმე ტიპის გამონათქვამებს. რეალური ცხოვრება ყოველთვის მიდის ხოლმე სხვანაირად, ვიდრე ტელევიზორში და საინფორმაციოებში ჩანს. ყველას გისურვებთ წარმატებას, თუ თქვენი მიზანი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრა და თქვენი ცხოვრების აგრძელებას, გისურვებთ, რომ მალე შეძლოთ თქვენი ოცნების ასრულება და ამერიკული ოცნების ასრულებაც ამათან შორის, რადგან იყოთ ბედნიერები, იყოს თქვენი ადამიანის უფლებები დაცული, სამართალი, ჯანდაცვა და ყოველივე ის, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი ცხოვრების მისაღებად. მე ვარ ვალერი გველუკაშვილი, თქვენ უყურებთ არს ქართული ამერიკა და შევხვდებით მალე სიახლეებით და ახალი ვიდეოებით. დროებით და კარგად.